ახალგაზრდა პოეტმა სტუმარი თავაზიანი სიფხიზლით მიიღო. ის თვალში მანამდეც ხშირად მოხვედრია, ასეთი ტიპი არავის გამორჩებოდა. მასზე უფროსი იყო, კარგი გარეგნობის, კარგად ჩაცმული, გამორჩეული იუმორითა და კრიმინალური წარსულით. პოეტმა იცოდა, რომ ის ციხეში უმძიმესი დანაშაულის გამოიჯდა. ქალაქურ ქუჩურ საზოგადოებაში თავისი კარგად მოზომილი ადგილი ეჭირა. საზოგადოებაში, რომელსაც თავად ალღო ვერაფრით აუღო და რომელსაც ყოველთვის ერიდებოდა. სტუმარმა დაბნეულ ბიჭს ღიმილით აუხსნა, რომ მასთან ინგლისური ენის შესასწავლად მივიდა. ინგლისური ენით ასეთი დაინტერესების მიზეზი კი არც მეტი და არც ნაკლები პოეზია გახლდათ. მოკლედ შედარებით უკვე ჩამოყალიბებული ლიტერატორი იყო. просто ერთი წელთა კავშირში არ დადიოდა, თორე და მე რაღაცნაირად თავისუფალი ბიჭი იყო და რაღაცნაირად ისე უცებ დავამხანაგდით რაღაცნაირად. მე ეს ჩემი სიყვარული რა თქმა უნდა თავიდან არ გაიზიარა და ნუ მეც ისე მოეკიდა ჩემ ამ პოეზიას. ირაკლის ვერაფრით ვერ მიხვდებოდა მაშინ მე ხა რა დონეზე ამას დავიჩემებ რა ამ პოეზიას. კოტე ძალიან კაი ბიჭია, იმიტომ რომ კოტე როცა მოვიდა ჩემთან თავიდან, კოტე პოეტი არ იყო. კოტე არ იცოდა რა უნდა ფაქტიურად, იმიტომ რომ დაბნეული იყო, ციხეში იყო, ნაჯდომი ავსტავის პრობლემები ქონდა. კოტე არის კარგი ადამიანი და კარგი ბიჭი, იმიტომ მე მგონი რომ მაინც გადადი გაის ნაბიჯი და შეძლო რომ გაეცნობიერებინა მთავარი რაღაც, რაც მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება მოიგო ომი ძალადობის გარეშე. შეიძლება იყო ბედნიერი, მაგრამ ამისთვის ძალიან არ იბრძოლო და ვიღაც არ დაახჭო ოცილობად. გესმის და აი ეს რო კოტემ გადალახა რომ მიხვდა, გესმის რომ ძალადობა არ არის აუცილებელი გამარჯვებისთვის. ამიტომ გახდა კოტე პოეტი. აკაკი სამშობლოში პოეტი, ანუ მგოსანი სულ სხვა რამეს ნიშნავდა. კოტე ყუბანეიშვილი ახლოსაც არ იყო იმ კლიშესთან, რომელიც მეტნაკლებად განსაზღვრავდა ხელოვნების ამ ყველაზე პათეტიკური დარგის მსახურის ხაზს. ასე იყო თავიდანვე, ბავშვობიდანვე. მამა მხატვარი ჰყავდა, დედა მუსიკოსი. ორივეს, განსაკუთრებით კი მამა სურდა, რომ შვილიც ხელოვანი გამოსულიყო. მაგრამ სურვილი ერთია და სულ სხვაა სინამდვილე. ყოველ შემთხვევაში მაშინ სულ სხვანაირად ჩანდა. ჩემი ცნობილი იყო იმით, რომ მთელ საქართველოში, თბილისში ყველას უწევდა ხელს. უწყნარესი და მშვიდესი, ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული. მე რომ ხედავდა, მე ეთყობა ვეგონე, რომ ბებია ჩემს გვევართ, ჩემის დედას და საშინელად ნერვები ეშლებოდა. მე ერთხელ მომიყვა, რომ ბავშვობაში წაგიყვანეო შენო და ლამაზ ადგილასო და მინდოდაო, რომ შენში ვაი მხატ რამდენად ამ სილამაზეს აღიქვაო და შენო რაღაცა დაიწყეო რაღაც თამაში მიწაში ჩიჩქნა და არც გაიხედეო სილამაზესკენ და მაშინ მივხვდიო, რომ შენ მხატვარი არ ახარო და მე გამომიტანა ესე თავიდანვე რაღაცა განაჩენი, რომ მე არ ვგევარ და მე მთელი ცხოვრება ერთი სული მქონდა, რომ მამა ჩემისთვის დამტკიცებინა, რომ მე მაქვს რეაქცია, მე გამომდის მე ცოტა მსუქანი ბავშვი ვიყავი და რაღაცა ვერ დავრბოდი არასპორტული, რაღაცა და სულ მინდოდა და სულ მაშაყირებდა, სულ რაღაცას აღადაებდა. თეიმურას ყუბანეიშვილი რეპრესირებული ოჯახიდან იყო და ფაქტიურად არაფერი გააჩნდა. დაქორწინების შემდეგ ზედსიძედ მოუწია მეუღლის მშობლებთან ცხოვრება. ბუნებრივია, სულ ცდილობდა საკუთარი არსებობა ოჯახში როგორმე გაემართლებინა. უკვე ორი შვილი ჰყავდათ, როდესაც შინ რემონტის გაკეთება გადაწყვიტა. თანაც საკუთარი ხელით და მოულოდნელად წააწყდა პრობლემას. სიდეთრს და მას ბინის იერსახესთან დაკავშირებით კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდათ. ბებიაჩემ მოიყვანა ის რაღაცა ისეთი რემონტის გამკეთებლები. მაშინ რაც იყო მოდაში 51 წელს წარმოგიდგენია რა იქნებოდა მოდაში და მოკლედ ამ თემაზე ბოლოს ეს კონფლიქტი დამთავრდა, რომ უბირაისე იზმაილო დომაო და მამაჩემ მოკიდა ხელი მე პატარა ჩემდას და ჩემიც რა თქმა უნდა ოჯახის დაკარგვას მოერიდა, მართალია მშობლები ძალიან უყვარდა და იქ კომფორტულად გრძნობდა ბევრად უფრო თავს, მაგრამ მე მომიწია ის პერიოდი ცხოვრება სახელოსნოებში. აქედან დაიწყო მისი მოგზაურობა ერთ მუჭა ქალაქში. იცვლიდა ბაღებს და შემდეგ სკოლებს. მისი სამეგობრო წრე ზუსტად იმის პარალელურად ვითარდებოდა და იზრდებოდა, თუ ვისთან ერთად ატარებდნენ საღამოებს ხელოვანი მშობლები. ან საით მოუწევდათ საცხოვრებლად გადასვლა ყოფითი პრობლემების გამო. სანამ უფროსები ფინჯან ყავასთან ხმამაღლა საუბრობდნენ საბჭოთა მოქალაქეებისათვის შეუფერებელ, კამერულ თემებზე, ბავშვები რუსულს ან ინგლისურს სწავლობდნენ
ან არჩევდნენ ახლად შემოსულ ამერიკულ ფილმებს, სადაც ნამდვილი უცხოელები პირველად ნახეს. ამაზეა ზუსტად პოემის პროლოგი. ჯერ შვილებს რომ შობდა თვალხურციანებს მე დროს ვეკუთვნის ამოციანებს მაშინ არ ყავდა შავი ჯიპები რადგან მოდაში საუკეთესო მანქანა მაშინ იყო მაგალითად გაზ-24 ან რაღაცა ვაზი პირველად შემოვიდა მამაჩემმა პირველი ფიატი იყიდა იტალიური ძრავით და კარგი თბილისური ოჯახები ცდილობდნენ შვილებისათვის ძველი სალონური აღზრდის ნაწილი მაინც გაეზიარებინათ. 60-იანებში, როცა სამყარო ამოატრიალა ახალგაზრდულმა ნიჰილისტურ ანარქისტულმა ქარიშხალმა, წყობისადმი პროტესტის ეს ერთგვარი ბიურგერული ხერხი გულის სამაჯუხებლად პარადოქსულად ჩანდა. მაგრამ ესეც პროტესტი იყო და ამან მოგვიანებით გამოიღო შედეგი. მაშინ კი ყველაფერი უბრალოდ შვილების გამეტიჩრების ტრადიციულ ქართულ მამაპაპურ რიტუალს გავდა, რომელთაც ბებიები განსაკუთრებულად დაუმორჩილებელი ბიჭების დაოკებას ცდილობდნენ. მე რა თქმა უნდა ვიყავი ცელკი. მე ბავშვობაში ერთხელ მახსოვს ეს იყო ნაძვისხე. და ამ ნაძვისხეზე ყველა გამოვიდა ვიღაც ნაცნობები ვიღაც ისინი და მე უცებ ავძვერი და დავიწყე რაღაცის ლექსის კითხვა და მე დამავიწყდა ეს ლექსი და მოვძებნე და ჩემი და ისე და დაუწყე რომ მე მეთქი და იქიდან ჩამომიყვანეს და მომეფერენ, მაგრამ ნუ დავარღვიე რაღაცა შევატყე და იმით მივხვდი რომ სახში რომ მიმიყვანეს, მაგრამ ხო, იმით ვიცი რომ ცელკი ვიყავი, თვითონ რას ვაშავებდი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ხშირად ცემდნენ ბავშვობიდან და მე სხვათა შორის მამაჩემს მე ეს ის წაუყენე რომ გავიზარდე, მე უთხარი 6 რამდენი წლის ვიყავი მეთქი რომ ცემე და 6 თვისო. აი 6 თვის ბავში რამ გაცემინა, მე უთხარი შენ თუ სადისტი არ ახარ და აი 2 დღე და ღამე არ გაჩერდიო რა. და სხვათა შორისო პირველი აი ოდნავ მოკვდა თუ არა ეგრევე გაჩუნდიო და მივხვდით რომ გიხდებო და იმის მერე აღარც მომკლებია ეს სიამოვნება. ერთი სიტყვით კოტე ყუბანეიშვილმა თბილისური კარგი აღზრდის სრული კომპლექტი მიიღო. რა თქმა უნდა, მასში მუსიკალური განათლებაც შედიოდა. იმის გამო, რომ დედა მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ, ეს განსაცდელი განსაკუთრებულად მძიმე გამოდგა. ძირითადად ეს რაღაცა სასაცილოდ ხდებოდა, იმიტომ რომ დედაჩემი იყო მუსიკის მასწავლებელი, ამიტომ მე მუსიკა უნდა მესწავლა. თავიდან დედაჩემი მორიდებული ქალი იყო და შემიყვანა მუსიკის მასწავლებლად, უნდოდა რომ პიანინოზე, ფორტეპიანოზე შევსულიყავი. იქ დირექტორმა ისარგებლა და იმიტომ რომ ფორტეპიანოზე უნდოდა ყველას, ამიტომ უთხრა რომ იცაო ყველას ფორტეპიანოზე უნდაო და აი მშვენიერი ინსტრუმენტია კონტრაბასიო, მაგალითად არავინ არ აყავს და ბიჭები გვინდაო და ნუ დედაჩემმა უარი ვერ უთხრა და მე აღმოჩნდი უცებ რაღაცა კონტრაბასი ძალიან დიდი იყო, პატარა ვიყავი და ვიოლონჩელზე დავიწყე. ეს ვიოლონჩელი აღმოჩნდა რომ ეს ვიოლონჩელი ყოველდღე უნდა ვატარო კანიფოლით რაღაცა წმინდო ეს ტროლეიბუსში მე თუ ავალ რომ მივდივარ ამ კონსერვატორიაში დავდიოდი იმასთან. მე მყავდა სტუდენტი და მე პროფესორს ვაბარებდით. პროფესორი იყო ნინა ვასილიანა ბაგრატიონი, სკალი, ნიკო ბურის და რაღაც შთამომავალი აეგზევით ზემელზე და მე თუ კარგად დაუკრავდი 2 კვირაში ერთხელ შუს 2 შუ იყო იქ რაღაც საკონდიტრო და გლიასე და აი იქ ის შუს ეს 2 შუ მელანდებოდა მთელი და სოციალისტური რეალობა პარადოქსულად ვითარდებოდა და მის აზროვნებაში პერსონაჟები, ფაქტები და მოვლენები უცნაური ძაფებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. მაგალითად, ამ პერიოდში საბჭოთა ადამიანი კოსმოსშიც გაფრინდა და ბერლინის კედლის შენობაც დაიწყო. ცეკას ყოფილი პირველი მდივნის, ბერიას მემკვიდრის კანდიდ ჩარკვიანის შვილი ქალაქში ყველაზე კარგად საუბრობდა ინგლისურად. კოტე ყუბანეიშვილის სკოლა კი ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ იმიტომ გადააკეთეს 54 ქართულიდან, 50-ე რუსულად, რომ ამხანაგი მჟავანაძის შვილს რუსულად ესწავლა. იმ პერიოდში გადავედი გამოვიცვალე სახლით, ცოტა ხანი გადავედი მე-60-ში და მე გადმოვედი 53-ში. ხო და აქ რაღაცა აი ყიფო იყო ჩემ კლასში დათო ყიფიანი, ძალიან სასაცილო ბიჭი იყო, ორგანიზატორი იყო. ყიფოს ყავდა პირველი სკოლელები, ჩემი ამხანაგებიც, ლევან ერისთავი და თემურ დიასამიძე, აი ნიაზის მამა, რომელიც ბავშვობით ბებიები იყვნენ ჩვენი ამხანაგები და ერთმანეთთან დავყავდით სტუმრად და ეს ჩემთვის ეს იყო და თემური ყველას გჯობნიდა ნიაზის მამა, იმიტომ რომ სპორტული იყო და იმაზე ჩამოეკიდებოდა რაღაცა
კოლცებზე და იქ რაღაცებს აკეთებდა და ოქსაობდა ხელთათმანებით ის და მე და ლევანი სქელები ვიყავით და შედარებით ისა. მისი სისუსტემ მაინც სულ სხვა რამ იყო და ამ სხვა რამემ განსაზღვრა კიდეც მისი, ანუ პოეტის ბედი. ციტატა კოტე ყუბანეიშვილის თარგმანთა კრებულის წინასიტყვაობიდან. დღემდე მახსოვს შორეული ბავშვობიდან ის მაგიური შთაბეჭდილება, რაც წიგნის კარადამ მოახდინა ჩემზე. ლიტერატურის სიყვარულმა არც მოზარდობაში გადამიარა. ლექსებს ბებიები მიკითხავდნენ. მე როცა რომანებზე გადავედი, მათში სულ ლექსებს ვეძებდი. წიგნი ულექსოდ არაფერს ნიშნავდა ჩემთვის. მე ბავშვობაში მოვიტეხე სკოლაში წელი. ბურთზე დავეცი და რაღაცნაირად წელი მოვიტეხე და ეს მალა და კუზი რო არ განვითარებულიყო თუ ამისათვის 3 თვე ვიწექი გაუნძველად. ესე იგი გადმოტრიალების გარეშე. აი გაგიკვირდებათ რა ამ 3 თვის მანძილზე წავიკითხე 80% რაც დღესაც წაკითხული მაქვს. ესე იგი რამდენი ყოფილა ეს 3 თვე რა დიდი დრო არის თურმე. რამდენი რამე აი ესე მახსოვს მე ეზოში ვიხედებოდი რაღაცები სარკე დავამაგრე რაღაც იმაზე ჩემთან მოდიოდნენ კლასელები მოვიდნენ მერვე კლასში აი მერვედან მე-3 კლასამდე წავიკითხე 24 ტომი მაინდი რაღაცა 12 ტომი მაინდი 24 ტომი ჯეკ ლონდონი აი ესე პირდაპირ ტომებად ის აღარც მახსოვს აი დღესაც მახსოვს რაღაცა სახელები დასახელებები რა რაზია რაღაცები აი შუბაში ეს ისე იმიტომ რომ ადგომა არ შეიძლებოდა განძრევა არ შეიძლება გადატრიალება არ შეიძლება სახში ეს მკვებავდნენ კარგად მაინც რაღაცა ის ვიყავი სკოლაში კარგ მოსწავლედ ითვლებოდა განსაკუთრებით ფიზიკა და მათემატიკა აინტერესებდა პოეზიის მერე წიგნები ფარდობითობის თეორიის შესახებ მის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს იკავებდნენ მაგრამ როგორც არ უნდა იტაცებდეს ფიზიკა ან ლირიკა მოზარდს ცხოვრება ყოველთვის პოულობს მაცდუნებელ ალტერნატივას ფორმულებისა და რითმებისათვის ქუჩა მუსიკა ურთიერთობები ბიჭები, ჩხუბი, გარჩევები, საკუთარი ადგილი მზის ქვეშ თავად უნდა მოიპოვა. მე რო დავინახე რომ მამა ჩემი ვერ დამიცავს ამ ჩემ იმიდან რა ქვია. რომ საროჩკა, კაი საროჩკა რო გამცვია, მაცვია არ გამხადონ და კაი პალტო რო მაცვია რა თავის ძონზე არ ჩამაცვან და არ გამხადონ, მეც გადავწყვიტე რომ ჩემი თავი დამეცვა და პურის დანა გავლესე და გავახვიე რაღაცა იმაში გაზეთში თუ იმაში და ბევრად უფრო ახლო ვართ ჩვენი თაობა. ჩემთვის ახლა ჩემი მშობლები ბევრად უფრო დიდები იყვნენ ვიდრე მე მაგალითად ჩემი შვილები კოტე და რაღაცა ესე პირდაპირ ძალიან ისეთი ურთიერთობა გვაქვს უფრო მაინც ერთად მოგვიწია ბევრ რაღაცაში ის და ის თუ ჩვენ რო თქვენ ომი არ გინახიათ და რაღაცა და ისა და მამა ჩემი აი განუსაზღვრელად ეხლა რომ მახსენდება 12-35 წლის იყო რა ბოლო მაგრამ აი ძალიან დიდი იყო და ძალიან დიდი რაღაცა ის იყო უბსკრული ჩვენ შორის რაღაცა რომ მე რომ მივსულიყავი და ჩემი გამეზიარებინა და მე თქვა რომ მე დღეს მეზარება სკოლაში წასვლა ან გაკვეთილი სწავლა არ მინდა რაღაცა ის არის და თუმცა ეხლა რომ ახსენდება საკმაოდ ისეთი გულუბრყვილო ხალხი იყო და ძალიან ისეთი და ალბათ გაიგებდნენ ჩვენ რომ მივსულიყავით და ეს ალბათ ჩვენ გვეჩვენებოდა მაშინ ეს ესეთი აინშტაინის ახალგაზრდა ფანმა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკურზე გამორჩეულად კარგად ჩააბარა. მისი ფოტო სხვა ფრიადოსან აბიტურიენტებთან ერთად გაზეთშიც კი გამოაქვეყნეს, მაგრამ მერე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ახალგაზრდულმა ანარქიამ და ვნებებმა გაიტაცა და ქალაქურმა ქუჩურმა ცხოვრებამ ჩაითრია. თუმცა სხვებზე მეტად არა. ზუსტად იმდენად, რამდენადაც თბილისელ ბიჭს შეეფერებოდა. უბრალოდ მას სხვებზე ნაკლებად გაუმართლა. მეოთხე კურსზე იყო, როდესაც ზემოთ აღნიშნულ გაზეთში სტუდენტ კოტე ყუბანეიშვილის შესახებ კვლავ დაწერეს. მაგრამ მიზეზი ამჯერად საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული იყო. სასისულელე მოხდა, რაღაც ჩხუბი მოხდა, სადაც კაცი გარდაიცვალა, სადაც მეც ვიყავი, ჩემი დანა ფიგურირებდა, მეც ვიყავი, თრალი ვიყავი, იქ რაღაცა რაზე მოხდა და რა მოხდა და მე მართალი იყო თუ მართალი არ არსებობს, კაცი მოკლა და იჩხუბოდა, იქ მარტო მართალი იყო, ან მტყუანი, შეიძლება ხდება ყველაფერი, მაგრამ ну რაღაცა ისეთი ის იყო, რომელიც პრინციპში მოხდა თუ არა, მე მივხვდი, რომ გავიგე თუ არა, ის კაცი გარდაიცვალა, მივხვდი, რომ ვიღაცის სახში პანაშვიდის მიზეზი მე ვარ და ну არანაირი ის არ მქონია, არც დამალვის, არც იმისი, მივედი, მივიტანე. ანუ თქვი რომ მე გავაკეთე და იქ დაჟე გავუკვირდათ, ხო არ გაშინებსო ვინმეო ან რაღაცაო და ეგრევე ყველა გაუშვეს და მე თქვი რომ მე გავაკეთე და წავედი და ну ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ასეთი სიმძიმე ადამიანებს ხშირად შანსს არ უტოვებს. ვერაფერს შეცვლი და ვერაფერს დაივიწყებ. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც რჩება, ალბათ მაინც სინანულია.
ნუ დედა ჩემი არ მელაპარაკებოდა სანამ არ გამოვედი და რაღაცა რომ ჩემმა შვილმა ეხა ნიცასთვის ჩემმა შვილმა კაცი შემოაკვდა და რაღაც ეგეთი სისულელეები არ არსებობდა და მეც მივხვდი რა მხელა ცოტა თან მით უმეტეს იმ ტიპს არ ვიცნობდი საერთოდ არანაირი ემოციონალური დამოკიდებულება არ მქონია არავითარი ჩემი მტერი არ ყოფილა არსად ისა იმის ამხანაგები იმის ფიცი აი ყველაფერი მესმის რომ საფლავზე დაიფიცეს რომ მე მომკლავენ ან რაღაცა მე აღმოჩნდა რომ იმას შვილები ყავს ორი გოგო ნუ მოკლედ რა ვიცი აი ალიმენტებს 18 წლამდე იმას ვიხდიდი 6 წელი ისე გავიდა თუ 5 წელი რომ დედა პირველად მე ვნახე მაგრამ ამან ერთი მხრივ რაღაცნაირად იმას მიქნა რა ამ დედას მომაცილა თუ რაღაცა. თუ დედებს ძალიან მე ძალიან ისე დედის ერთ არ ვიყავი, მაგრამ რაღაცა სუ კოტე ესე შაშაყირებდნენ რომ ეს მაგნიტოფონზე ჩაიწერეო ეს კოტე და გადმოდგიო რა რას ყვირი ხარ მთელი დღე აი მაშინ ეზოში რო კოტე ამოდი და კოტე ჩადი და რაღაცა და კოტე ისა და მოკლედ ნუ ეს დედის ეს ჭიპლარი თუ რაღაცა რაც ქვია რომ დედასთან ეს ისა აი ამ პერიოდში შევატყე რომ მამა ჩემის უმაგას მეუბნებოდა რომ შენო დისკვალიფიკაცია გამიკეთეო მე როგორც მხატვარსო მხატვრის ოჯახისათვის ერთი შეხედვით მართლა წარმოუდგენლად უცხო სამყაროში სინამდვილეში ბევრი ნაცნობის სახე დახვდა ამისათვის მადლობა კოტე ყუბანეიშვილს ახლად დანიშნული ცეკას პირველი მდივნისათვის ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძისათვის უნდა ეთქვა მისმა ბრძოლამ კორუფციასთან ციხეები კოლორიტული საქმოსნებით გაავსო. თავის ამ ისტორიებით, ამ იმაზე რა ხდება, იმიტომ რომ ციხე მაინც ზაკულისნი კულისები მიღმა ისტორიებია და რა ხდებოდა, აი ვიცი, ნუ აი ისეთი რაღაცეები სულ არ მესმინე რას ლაპარაკობ რა. მამა ჩემის ხელა ხალხთან ეგრევე აღმოჩნდა რომ თურმე მეგობრობა შემიძლია, თურმე ისიც შემიძლია, ბევრი რაღაცა შოთა დგებოაძე და ისა გია ბაქრაძე და მამალო ნანის ქმარი და ჩიკლიკა და რა ვიცი, ნუ აი ძალიან ბევრი ხალხია დღესაც ჩემს ნოდარა ფრანგული. აი რა ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი. და ასე გაიარა პატიმრობის თითქოს უსასრულო წლებმა. გარეთ გაგანია 70-იანები იდგა. ყველაზე უდარდელი 10 წლეული მთელს მე-20 საუკუნეში. ბაკეტბარდებიან სერიოზულ კაცებს არასოდეს უტარებიათ ამაზე ჭრელი ტანსაცმელი. კავკასიელ ცოლებს არასოდეს წმიათ ასეთი მოკლე კაბები და კაცობრიობა არასოდეს ყოფილა ასეთი გადარეული გართობაზე. ზოგად საკაცობრიო ქარაფშუტობას აყოლილ სამყაროში თითქოს საზღვრებიც კი მოეშალა. ნუ მაშინ იყო სიტუაცია რომ როგორ უნდა იყო და კომუნისტების ხელში როგორ შეიძლება იყო და ვაფშე როგორ უნდა იყო და ამათი დედა და ამათი მთავრობა და ამ მთავრობის და კაროჩი აი ეგ სიტუაცია იყო და გამოხვიდოდი და შეგეძლო იმაზე სევერნესიანის სანახავად წასულიყავი აი ესე პირდაპირ არ გაჩერებული აი ესე მანქანით არც არ შეგეკითხებოდა არავინ არც გზაში არავინ არ გაგძარცვავდა ამდით ქვეყანას თავისი კანონები ჰქონდა და ამ კანონებით ყოფილ ზეკს კოტე ყუბანეიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთხანს მიმაგრებაში გორში უნდა ეცხოვრა გორში ისევ მიეცა სწავლის გაგრძელების საშუალება დღისით მუშად მუშაობდა საღამოს კი გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა სახელმწიფო გამოცდის წინ 2 თვით სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს დავჯექი 10 დღე რაც გამოყო აი კლასიკური მუსიკა ჩავრთე ერთი შათაშვილი იყო სიმონ შათაშვილი პროფესორი ჩემი კლასელის მამა იმის შვილი ნათელა საწყალი ახლა გარდაცვლილია გენიალური გოგო ასპირანტი მაგარი მათემატიკოსი იმას თხოვე იმან ვიღაც გოგო მიშოვა ვინც მომამზადა ვისთანაც ერთად დავჯექი და მათემატიკის იგი ნებისმიერი 3 საკითხიდან 2 ვიცოდი მაგრამ ის 2 ისე ვიცოდი რომ მესამე საკითხი აღარ მკითხა რა პროსტატ იმმა მოუტრიალდა და მთელ ამ დიდ აუდიტორიას აი ესე ზევით ადიოდა ეს აუდიტორია იქ იყო სახელმწიფო გამოცდა ყველა იქ იჯდა მოუტრიალდა და უთხრა აი პასუხიო ნიშნავს ამასო და დამიწერა 5 ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სავალდებულო შრომის სტაჟის მიღება გასაგები მიზეზების გამო მისთვის საკმაოდ რთულად გადასაჭრელი პრობლემა გახდა. ნასამართლევი პირის საბჭოთა სკოლაში პედაგოგად შეშვებას დირექტორები მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების კარნახით და დიდი პროტექციის წყალობით თუ გაბედავდნენ. სწორედ ასე მოახერხა ადგილი შოვნა სოფელ ჭერემში, სადაც 2 წელი იმუშავა. მე ვასწავლე მათემატიკას, ფიზიკას, ალგებრას, გეომეტრიას პირველ კლასიდან მე სოფლის სკოლაში და განსაცდელი იყო 2 კლასი, 2 ბავშვი იყო ზოგჯერ კლასში, ან 1 ბავშვი იყო მე 4 კლასში და ეს ერთი ბავშვი უნდა გამომეძახა, გამომეკითხა,
მე ორიანი დამეწერა შემეკო. ესე იგი ყველა ეს манипуляცია მასწავლებლის უნდა ჩამეტარები ამ ერთ ბავშვზე. როცა სოფლიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდა, სამყარო ისეთივე შეცვლილი დახვდა, როგორც თვითონ. 1980 წელს თბილისში არც მეტი, არც ნაკლები საბჭოთა როკის ოფიციალური ფესტივალიც კი ჩატარდა. ოფიციოზის მიერ მინიჭებულ, უცნაურად დამტკბარ, დაშაქრულ თავისუფლებას საბჭოთა აგონიის სუნი უდიოდა. ოწეპელმა საზოგადოება მოადუნა. განსაკუთრებით კი ეს იგრძნობოდა ლაღი, დარდიმანდული ცხოვრებისაკენ ყოველთვის მიდრეკილ მზიან თბილისში. საქართველოს რაღაც პერიფერიაში აღმოჩნდა რა ცოტა ხანი და აი ამ იმაში, იმიტომ რომ გინზბერგი ჩამოვიდა აქ, ბობ დილანია თბილისში ჩამოსული და არავინ არ გაჩერდა, არავინ ხმა არ მოიღო, ყველა აქედან წავიდა. მიხვდა რომ აქ აჭმევენ, ასმევენ, ალევინი და არაფერი აქ მარტო სიმღერა და სუფრის გარშემო გიტარა და არაფერი აქ მაინდა-მაინც აქ არაფერი არ ხდება რა ისე. Просто Тбилиси там всё ясно, там тепло, там чай растет, но нету да не надо. ეს აი ჩვენებრივად თქვა ვისოცკი იმდროინდელ სულიერ ატმოსფეროზე საქართველოში რაც უფევდა. და ეს ქართველებიც რაღაცნაირად მოსკოვში ქართველებმა რაღაც რუსული დაივიწყეს და აი იმ პერიოდში დავკარგეთ ჩვენ მე ვთვლი როგორც რუსებზე გავლენა, ისევე პიცუნდა და აი საუკეთესო ადგილები. იმიტომ რომ იმ პერიოდში აფხაზებმა უკეთესი რუსული ისწავლეს და ოსებმა აქედან წასულებმა და იქ მიმოებში თავის შვილები რაღაცა კარგად მოაწყეს და პოლიტბიუროსთან თქვეს რომ მოდი ეს ქართველები რა გვინდა ჩვენ პირდაპირ ვიურთიერთოთ რაღაც შეერეს ქართველებს რატომ მივცეთ საუკეთესო ლუქსები იმის ქვეშ რა ქვია ხო და აი მაშინ მოხდა ალბათ დაახლოებით ახლა მე ზუსტად არ ვიცი ელაპარაკო თაობას მისთვის გასაგებ ენაზე და ამენას ერქვას ლექსი ყველა დროის პოეტისათვის დილემამდე რთული ამოცანაა. თუმცა კოტე ყუბანეიშვილი მაშინ თავს პოეტად ჯერ ისევ არ თვლიდა. მე როგორ გავბედავდი ახლა ლექსების დაწერას და რაღაცას, იმიტომ ძალიან დიდი ის ქონდა, ჩემთვის მაგალითად პოეტი ნიშნავდა ძალიან ბერს. ძალიან მაღალ რაღაცა არა მიწიერ თუ რაღაც ისეთ არსებას, აი ბაირონი მაგალითად ან ლერმონტოვი, ან პუშკინი ქართული ტექსტები არ გამოდიოდა რაღაცნაირად არც ეს ბლატნოი რაღაცა იქ იყო რაღაცა ზღაპრული პოეზია და რაღაც ესენის ლექსები და აქ ქართული იყო რომ აი თუნდაც ეს ციხეზე რომ ლექსები საშინელად ბანალური და ისეთი გამოდიოდა აი დარე ხარისხის და დაბალი დონის ხო და ამან რა თქმა უნდა პირველად დამაფიქრა იმაზე რომ როგორ იქნება რომ ეს ქართული ენა რაღაცნაირად არ შეიძლება რომ ცოტა ისე მოისმას არა დარეთ და სხვათა შორის პირველი ლექსები რაც მომეწონა მე ერთ-ერთ და დაუწყე დაკვირვება სხვათა შორის ტარიელ ჭანტურია მომწონდა იმ პერიოდში მუხრან მაჭავარიანიც რაღაცა ის იყო რაღაც ვახტანგ ჯავახაძეც რაღაცა მომეწონა მაგ ექსპერიმენტები, მაგრამ მაინც ის ენა საბოლოო ჯამში რითიც მე ჩემს ატკივარს ან ჩემ რაღაცა სათქმელს ვიტყოდი და ჩემ თაობას გავაგებინებდი ან დაველაპარაკებოდი, არაფრით არ ვერ და იმას ვქენი. ახალი ქართული პოეზიით დაინტერესებულ კაცს არ გამოეპარებოდა ირაკლი ჩარკვიანის გამოჩენა. მისი ენა უბრალო იყო, როგორც კარგი ქართული სიტყვა საუბარი. კოტე ყუბანეიშვილმა გადაწყვიტა პირადად გაეცნო კლასობრივი მტრის, სულიერად ასე ახლობელი შთამომავალი. ასე მოხდა ორი ასე ვთქვათ დამწყები ხელოვანის შეხვედრა. მათ ორივეს მიუხედავად განსხვავებული ასაკისა და ბიოგრაფიისა, სიახლის წყურვილი აერთიანებოდათ. არც კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილს და არც რეპრესირებული ყუბანეიშვილის შთამომავალს არ ყოფნიდათ ჟანგბადი საზოგადოებრივ ყოფაში. თუმცა მაშინდელ ყოფას საზოგადოებრივი ალბათ მხოლოდ პირობითად თუ დაერქმეოდა. 1990 წელს ირაკლი ჩარკვიანის სახლში რეაქტიული კლუბი დაარსდა. კლუბის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესებული ხალხის გაერთიანება. რეაქტიული ჯგუფი წარმოადგენდა შემდეგ ავტორებს: ელდარ ნაკრავი, ვარლამ წასული, შოთა გაგარინი, იასონ ბერია, ალისა ვაიმეშვილი, მოსესვანი და ასე შემდეგ. ამ ფსევდონიმებით წერდნენ პაატა ქურდაძე, ავთო გიგინეიშვილი, კახა თოლორდავა, კარლო კაჭარავა, აწგარდაცვლილი დიკა ესაკია. მათ გარდა რეაქტიული კლუბის აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ შოთა იათაშვილი, დათო ევგენიძე, ლადო ბურდული, ანრი ბასილაია, დრამერი სახელად ჯოზეფა.
რეაქტიულები თავის წინამორბედად ვახტანგ ჯავახაძეს და ტარიელ ჭანტურიას ასახელებდნენ. ბანკთან მისული, შენ კი მსოფლიოს სიყვარული დარჩი გართული და აღარაფერს გეუბნება ჩემი ქართული. ამასობაში დაიწყო ნგრევა ამ სიტუაციამ და ახალი გმირები გამოჩდნენ, ვიღაცა გამოჩნდა, ვიღაც ტიპი თურმე რეიდია და მე თურმე ჩემი სახლის წინ შეიძლება დაჟე ამხელა ის რომ ეგონა თავი შეურაცხყოფა მომაყენონ ან ცემონ ან ვიღაცა ტიპებმა ვიღაცა ის ჩამოყალიბდა რაღაცა შეერაღებული ფორმირებები, ვიღაცები, ვიღაც იმაშვები ან შეიძლება პურის რიგები დადგა, ჩაქრას სინათლე, აირია, დაირია მთელი ეს წესრიგი რაღაცეები, ყველაფერი დაინგრა, არც არაფერი უკეთესი რაღაცა თბილისში ომი მოხდა. უცნაურია, მაგრამ ქვეყანაში, რომელიც ძლივს ეღირსა თავისუფლებას, პირველი რაც მოხდა სოფლისა და ქალაქის დაპირისპირება იყო. ყველა სფეროში, ყველა დარგში, ნებისმიერ სოციალურ თუ მენტალურ საფეხურზე დაიწყო დიდი ომი. ამ ომში ქალაქი ახალს ნიშნავდა, სოფელი ძველს. ქალაქი თავისუფლებას ნიშნავდა, სოფელი სიბნელეს. და რადგან ხშირად ეს ქალაქური თავისუფლებაც ასეთივე ბნელი იყო, საქმე პირდაპირი მნიშვნელობით სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლამდე მივიდა. ორივე მხარის არგუმენტი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ასე ჟღერდა. სოფელი ნაციონალისტურია, ქალაქი კი კოსმოპოლიტური. გოჩა და ხვიჩა მაგალითად. მამლუქი ორი დავარქვით რა. გოჩამ დაიპყრო ქუჩა, გოჩოს ბოლო არ უჩანს, გოჩას ნერვი აქვს თუჯის, გოჩა არინდობს ურჩებს, გოჩას არ ასწამს ლოცვის, გოჩას ნიჭი აქვს ხოცვის, გოჩას არ აქვს სპიდი, გოჩას დანა აქვს დიდი. იმ გოჩამ სუკითხავდი ერთ შემახლებელს და რას მერჩიო ძმა? გოჩას არ აქვს გვარი, გოჩას სულ ყველგან არის, გოჩა არასდროს რაინდობს, გოჩა არავის დაინდობს, გოჩა იარაღს ატარებს, გოჩა არ უყვართ პატარებს, გოჩას არ არის საწყალი, გოჩა ცხოველებს აწვალებს, გოჩა არის ის სიცილი, გოჩას არ აქვს სირცხვილი, გოჩას არ ესმის ფრეიდის, გოჩა მეფეა რეიდის, გოჩას ეჭვები არ იპყრობს, გოჩა ყველაფერს დაიპყრობს, გოჩას არავინ არ აჯობს, გოჩა სამშობლოს დარაჯობს. აღმოჩნდა რომ ხვიჩა არ აწყობს სიფათს, ხვიჩა გაურბის ხიფათს, ხვიჩა სიმღერის ნიჭი აქვს, ხვიჩა ბეჯითი ბიჭია, ხვიჩა ვერიტანს სამბოს, ხვიჩა კარგლექსებს ამბობს, ხვიჩა არ ერჩის რუსებს, ხვიჩა მუსიკას უსმენს, ხვიჩას არ უყვარს კარავი, ხვიჩა არ ერჩის არავის, ხვიჩას არ უყვარს კარნახი, ხვიჩას ბევრი აქვს ნანახი, ხვიჩასაცვია შორტები, ხვიჩა ზესტაფონს შორდება, ხვიჩას არ აქვს ხანჯალი, გაუღეთ ხვიჩას ფანჯარა, გოჩა გადადის ნაპირებს, ხვიჩა გაქცევას აპირებს. აი მაშინაც აი ეს პერიოდია, რომ გაქცევას მეთქი აქედან წავიდეთ რა. თურმე სად მიდიხარ? რაკეტა იმისათვის შენდება, რომ გზაში ნაწილებად დაიშალოს. რჩება თავი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ პარაშუტით ეშვება დედამიწაზე. პოეზია უგზო-უკლოდ დაკარგული ნაწილებია, დედამიწის გარშემო რომ დაფრინავენ. თავში ადამიანია, რომელიც ყოველთვის ბრუნდება უკან. რეაქტიულმა კლუბმა მისია შეასრულა, სიტყვები კოსმოსშია. ჩვენ კი უკან დავბრუნდით და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ სიტყვებით იწყებოდა რეაქტიული კლუბის ალმანახი, რომელსაც ბოლოში რეაქტიულებმა დილობიანად მიაწერეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც საღამოობით შეგვიფარა და ჩაით გაგვიმასპინდლდა. ეხლა რომ ახსენდება, საოცარი პროდუქტიული პერიოდი იყო. და აი ეს ხდებოდა ეს აი მოსტრებაზე მე მთელი დღე დავდიოდი, გამოვდიოდი გარეთ, ირაკლი ძირითადად მაინც სახლში იჯდა. მე დავდიოდი აი ამ საგიჟეთში, ხან იქ მივდიოდი, ხან აქ ამათთან, ხან იმათთან აი ესე ავკრიბავდი ამ მთელ ამ ისტორიებს, რაც ხდებოდა ქალაქში ამ მთელ ენერგიას, მოვდიოდი და ირაკლისთან აი ამ ყველაფერს აი ესე მაგიდაზე ყრიდი და მთელი ღამეები, ნუ ამ ჩვენ რეაქტიულ კლუბს აი ამ წიგს, რომელიც მე გამოვეცი თვითონ თავის ქაღალდიანად გამაშაყილეს და ვაჟა ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერა ქაღალდი რომ მომცეს მე 3 რულონი ქაღალდი და მოხსნეს ვაჟა ლორთქიფანიძე და კიტოვანი და ისინი გაიჩიტენ იმაში პარლამენტში იმებს ოთახებს არჩევდნენ თავის იმისთვის. მოხდა რევოლუცია, ვაჟამ გამიღიმა, მითხრა რომ აგერ ქაღალდი შენია, გიზო ხობელავამ კიდევ კაი აი წაიღე, სადაც გინა, აი წამოვიღე და აი როგორ დავაბეჭდინე არც ვიცი რა, ეს და ობოლი, რომელიც გამოვეცი 91 წელს თუ. ეს ლექსი მე და ირაკლიმ დავწერეთ 27 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თეთრი ყანჩა. საქართველო მარტო დარჩა, აღარ უნდა ყოფნა მხლებლად.
კავკასიის თეთრი ყანჩა თავს გრძნობს დამოუკიდებლად, რუსთაველზე სეირნობენ 1000 გვარი ფეისები ტოკიოს და სინგაპურის, გახსნილია რეისები გაფრინდი და გამოფრინდი, ჩემო თეთრო ღვინიაო, დასავლეთის გრილისიო მინდა შემოგინიაო რომ განდო, თელ სამყაროს შენი ბედის სისატურა და ერთბაშად დაამყაროს სიყვარულის დიქტატურა. კოტე ყუბანეიშვილის ლექსები ობივაწელებმა და ლიტერატურულად ნაკლებად დაინტერესებულმა პუბლიკამ ლექსებად შესაძლოა მაშინვე ვერც აღიქვა. მაგრამ ფრთიანი ფრაზები და პერიფრაზები ქალაქელებმაც და სოფლელებმაც ერთნაირი ენთუზიაზმით აიტაცეს. ის პოპულარული და ქარიზმატული გახდა. მე უკვე ირაკლიმ რო დაინახა რომ მე რეალურად წერ რაღაცას და უკვე გაიყო ეს ისე რომ მარტო მაგისი ლექსები არ არის და მეც რაღაცა უნდა ადგილი გამომიზრდოს და მეც პოეზია და ბოლო მეც რაღაცა კი არ ვიძახი ამას მაგრამ რაღაცა პოეზია რაღაც პრეტენზია მაქვს რომ მეც პოეტი ვარ თუ რაღაცა მომენტალურად რაღაცა გამებუტა და დაიშალა ეს რეაქტიული კლუბი რა იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ირაკლის უნდა მუსიკა რეაქტიულმა კლუბმა აი ბოლოს როდის იყო მე და ირაკლი 13 წელი გადაუხადეთ იმაში რა ქვია აჭარა მიუზიკ ჰოლში თემურა უგულავამ გაგვიკეთა 13 წელი და ირაკლიც საწყალი და ხალათში მოვიდა და რაღაცა და ესე იმას ხე უკვე ირაკლი თავისი ცნობილი მუსიკოსი იყო და მეც რაღაცა უკვე ხალხი ცალკევდა ორივე ერთად რაღაცნაირად ხო და საწყალი მე ცოტა ხანში აქეთო ეს რეაქტიული კლუბი ბოლომდე აღარ დავშალეთ ჩვენი ცოტა კი მას ვქენით რა ქვია გავებუტეთ ერთმანეთს, მაგრამ მე მივხვდით, რომ არავინ მაინც უფრო მეტი ახლობელი მე ძალიან ბევრი რა ვიცი, ირაკლიმ ძალიან გული და ძალიან დამაკლდა. ასე დაშორდნენ ოსკარ უაილდის რომანის გმირებივით ერთმანეთისათვის შექმნილი პერსონაჟები. დამოუკიდებლად ორივეს ქარიზმა თავისას აკეთებდა. პუბლიკა არც ეცაკლდა და არც მეორეს. ახალგაზრდა პოეტი მთელი თაობის ძველი და ახალი ბიჭების რომანტიკულ მეფედ იქცა. ასაკიანი კი არლეკინის მოკრძალებულ ნიღაბს ამოეფარა და ქალაქის საკუთარი ციტატებით შემოსვას მოჰყო ხელი. ჩემი სიტყვები უნებლეა, მათთან ჭირდებათ კარგი ვექილი, ამიტომ ლექსიც ბუნებრივია, თითქოს გულიდან ამოხეთქილი და თუმცა სასმენად ცოტა მწარეა, მაგრამ მსმენელებს გულებს უჩუხებს. ჩემი ლექსები მაინც წყაროა, რაც სიმართლიდან გადმოჩუჩუხებს. აი, ხალხი შუაზე გაყოფილია პროფილიანი და უპროფილო. ერთი ნაწილი კმაყოფილია, მეორე კიდე უკმაყოფილო. ზოგ სახლები აქვს, ზოგი მდგმურია, ნათესავებთან ჩასახლებული. უმრავლესობა უსაქმურია, მცირე ნაწილი დასაქმებული. მაგრამ ცხოვრება მაინც წარეა, თავსაც ვეღარ სცემს პატივს ბოსანი. ძალიან ბევრი გარეწარია, ერთი-ორია პატიოსანი. ზოგი ძუნწია, ზოგი ლაქია, ყველა თბილისის მოქალაქეა. აი, მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ის იყოს, რა ქვია, აი სიტუაცია აღწერო. გინდა მწერლობა, გინდა სკულპტურა, რითაც ამაყობს ყველა ნაცია, ბრძოლის ველია მთელი კულტურა და ხელოვანი ჯარისკაცია. იყოს ევროპა, გინდაც აზია, როცა გაზია გადაკეტილი, დღეს ხელოვნება ფრონტის ხაზია, პოეზიაა ცხელი წერტილი. მე ვარ პოეტი, მხოლოდ უდაფნო, ლექსის ფურცელზე ლაღად მდებელი, საქართველოა ჩემი უდაბნო, მე კი ხმამისი მღაღადებელი, ჩემი საქმეა ლექსად ტკივილი, რადგან სავსეა სისხლი დღიური, ჩემი თემაა ხალხის ტკივილი და გასაჭირი ყოველდღიური. აი დაახლოებით აი ესეთი რაღაცაა და ამას ცოტა გაურბოდა ირაკლი, რომ მაგრამ იქ კაი სინთეზი გამოვიდა, ჩემი ეს ხარეც არ დაიკარგა, იმიტომ იყო კარგი, რომ თქვა ჩვენი გაყოფა კი არა, ამის ყველაფრის შეერთება რა. ირაკლის ცოტა ეს დენდის და რაღაცა ეს ისენი ქონდა, რომ პოლიტიკურად ხნე და დავდივარ და მე ფულებიც მაგ და დავხტივარ. იცით რა არის, რომ შენ თუ შენ თავზე არ ამ ხუმრობას და დაცინვას თუ შენი თავიდან მოქინ თუ შენ თავს თუ არ დასცინი პირველ რიგში ხალხი არ გაპატიებს იმას რომ შენ მარტო მაგას დასცინო და შენ თვითონ კარგად იყო და ისე კარგად გეცვას და ყველას კიდე მოხვიდე და გარმინდა გამორჩევა არავიზე უკეთესი არა ვარ არავიზე ის არ მგონია ჩემი თავი ყველა ჯერ კარგად დაგმოყვება იმიტომ რომ მაგათი კმაყოფილება მე მჭირდება რომ მე წყნარად მოვიცალო იმისთვის მე აბა როგორ ვიფიქრო ლექსზე და იმაზე და კარგად ყოფნაზე სანამ ვხედავ ვიღაცა საშვილია ვიღაცა ყვირის მიშველე ბატონო კოტე გვეშველება რაღაცა აი ამან გადამარჩინა მე 16 წლისაც დამეწყო ლექსების წერა რა თქმა უნდა მე ვიფიქრებდი თავის გამოჩენას და მე 40 წლის მე მივხვდი რომ ამ ქალაქში მეტი გამოჩენა უკვე სირცხვილია რა
ვიდრე მე ვარ, იმიტომ რომ მართლა სადაც არ მივდიოდი, ყველამ ცნობდა, ყველა ისა, ყველა ლამის გოგო ჩემი ის იყო, რა ქვია, ნაცნობიან ჩემი ამხანაგის ან რაღაც ან ჩემი ან რაღაცა ვიცოდი ყველაფერი, ისიც ჩემზეც ყველაფერი ნაცნობი იყო, ნუ აი და ამინდოდა ამ სივრციდან ვერც წავედი ვერსად. უი ნიცას ბიჭი, უი თემოს ბიჭი, უი ვერ გავაღწიე ამ საქართველოს. ერთი პერიოდი კოტე ყუბანეიშვილი არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას არ ტოვებდა, რომ საზოგადოებისათვის მის შესახებ საკუთარი აზრი გარითქმული სახით არ მიეწოდებინა. მას უსმენდნენ და იმახსოვრებდნენ. ალბათ უფრო იმის წყალობით, რომ აზრი საკმაოდ ხარტად იყო გადმოცემული და თანაც ლექსად. თორემ ფართო საზოგადოებისათვის ის ეკლებიანი მოაზროვნეა, რომელიც არაფერს მოერიდება და საკუთარ შეხედულებას მაინც დააფიქსირებს. ვის უყვარს ასეთი ადამიანები? ბუნებრივია არაუმეტესობას. თქვენ იცით როგორ ურჩხულს აპირებთ ჭხულს? ვისთან აპირებთ შეჭიდებას აზე ხართ? არა ხართ თქვენ აზე, იმიტომ რომ იქ როდესაც ეხება მე ყველა შეიძლება შევაგინო, შევეხო, რაღაცა ვიშაყირო, მაგრამ როდესაც შენ შეეხები ჯიბეს აბა ეხლა ჯოხტაბერიძის ჯიბეში ჩავძრე მე და ან ნუგზარ შევარდნაძის ჯიბეში ჩავძრე. აი მაშინ ნახავთ მე როგორ დამიბარებენ და რას მეტყვიან. ეხლა ჯერჯერობით ყურადღებას არავინ არ მაქცევს, იმიტომ რომ ნუ მეც რაღაცა ესეთი მასხრის როლი მაქვს რა. მე მაწყობს ეს აბსოლუტურად ეს როლი, იმიტომ რომ დღეს საქართველოში სხვა როლი მე მგონი სისულელია და დაგმე დოგმა, დარჩი ნორჩი. ჩვენ ვეკუთვნით იმ თაობას, ვინც გადაყვა ყვინთაობას. ცხოვრება თუ გინდა ტკბილი, დააჭირა ენას კბილი. ძალიან მოგვენატრეთ და ფესვას შეიძლება აგიშვან, შეიძლება გაგიშვან, შეიძლება ჩაგიშვან, შეიძლება დაგიშვან. მის ფრთიან გამონათქვამებს ყველგან შეხვდები ქალაქში. ასეთი წარწერებით მაისურებს ისინიც სიამოვნებით ატარებენ, ვისაც პოეტი გულისხმობდა. მე დღესაც არ ვთვლი, რომ პოეზია რა, მე თქვათ რამდენად ეს ლექსები გაიკლებს გზას და თვითონ უჩემოთ რამდენად იარსებებს და ზოგჯერ ვაატყობ, რომ აი ეს ლექსები უჩემოთ რაღაცნაირად აღიქმება და პირიქით მე რაღაცნაირად ჩემ ბიოგრაფია აბსოლუტურად არ ჭირდება იქ რაღაც დამატება და თავისით ეს არის საზოგადოებრივი სივრცე. ეს ლექსები რაც გადის, იგივე აი ეს ვთქვათ გადაცემა იქნება თუ ჩემზე ინტერვიუ ჩემთან თუ რაც იქნება ნებისმიერი მე სადაც გამოვჩდები საზოგადოებასთან, იქ მე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი, მე ვეკუთვნი იმ საზოგადოებას და ჩემზე აზრი ამ საზოგადოების, ეს საზოგადოების საკუთრებაა. ამიტომ მე ვერ მივცემ ჩემ თავს, რაც არ უნდა დაინტერესებული ვიყო, რომ ეს აზრი კარგი იყოს ჩემზე, მე ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ეს აზრი გამოვცვალო. მე მაინტერესებს ობიექტური აზრი ჩემზე. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამას მე ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს აზრი გავიგო ჩემზე. არა, როგორ არ მიყვარს კაცო, მაგრამ მე მიყვარს სიმართლე პირველ რიგში, გაიგე? პლატონ მე друг, но истина дороже, ხო არის რომ ის არის, მე მიყვარს ობიექტური სიმართლე და მე ვემსახურები ობიექტურ სიმართლეს და ობიექტურ ენას და ჩემი ენის განვითარებას და გალაქტიონი კი არ მიყვარს, ვგიჟდები გალაქტიონზე, იმიტომ რომ თუ ვინმეს თავისი სული აქვს ამ ენაში შეტანილი და გაცოცხლებული ყავს, გაიგე? ენა ცალკე ადამიანის სულის გარეშე და ადამიანის სულიერი ძალისხმევის გარეშე რომ თავის სული გააცოცხლოს ეს ენა მკვდარია. რასაც თავად აცოცხლებს, ის პირველ რიგში სინამდვილეა. ერთი შეხედვით რაში ჭირდება მას გაცოცხლება, მაგრამ დასაბამიდან ასე იყო. პოეტები ამბობდნენ იმას, რაზეც ყველა დუმდა. მან უბრალოდ ყოფა გარითმა და ამით პატივი მიაგო თავის ორივე მუზას, სიცოცხლეს და ლიტერატურას. აი მე ვიფიქრე რომ მეთქი ამათ რო უთხრა სიმართლე თავის თავზე, ამისათვის საჭიროა ეს ჩემ თავზე ვთქვა ეს სიმართლე. იმიტომ რომ ესენი მარტო თავის თავზე არ მიიღებენ, ამას ჩემ თავზე რო ვიტყვი, რადგან მე ვარ თვითონ ესენი მიიღებენ უკვე ჩემ თავზე ნათქვამს. ამიტომ ის რამდენი არა, რამდენი იშრომა, რამდენი ისა და მაინც რაყლია, ის ჩემ თავზე ვთქვი მე. ბერმა თქვა რომ ჩემზე დაწერე, ყველას. კარგი რო არის, მე უკვე ყველას მაგდანას ლურჯას კონცეფცია, ხო იცი, მაგდანა ვირი არ ჭირდებათ გადააგდეს, ვირი უნდა მოაწესრიგო, კარგად მოიყვანო, ისე და ძველ პატრონს მოეწონება რა თავიდან და იტყვის რომ ჩემია. წაგართმევს შენ უნდა მეორე ვირი, რომელიც გადაგდებულია, რამდენი ძგინა ვირებია გადაგდებული, მოაქრისტიანო, მოიყვანო, მოხედო, მოწაგართმევენ ისე. აი ეს არის ცხოვრება ჩვენი და ამიტომ ვიძახი რომ პოეზიაც რა თქმა უნდა ცხოვრებაა რა და ცხოვრების კანონებია ძირითადად.
ვინც ამას მიიღებს, ვინც არ მიიღებს, ის ჩამორჩება უბრალოდ დროს და ჩემი თაობა ეხლა დადიან და ვერ ხვდებ რაღაცა რატო იცხოვრეს, რატო იმას შვებიან. სოქს თვლის რომ მე გამემართლა, ზოგი თვლის დღესაც რომ გიჟი ვარ და რაღაცა ლექსებს ვიძახი და რა შუაში ვერ გაუგიათ რა. მაგრამ ნუ მე უკვე ჩემი გაჩერება აღარ არსებობს რა ერთი სამარის კარი თუ გამაჩერებს რა. როგორც ძაღლი ინიშნავს ტერიტორიას. თუ რომელიმე პოეტის ლექს გადმოვაქართულებდი, მეგონა ჩემი ახლობელი გახდებოდა. რამაც ბავშვობისას ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ის ლექსები შეადგენს ჩემი თარგმანების ძირითად ნაწილს. ასეთი სიტყვები წამომძღვარა თავის ახალ კრებულს პოეტმა, რომელიც სოლიდურ ასაკშიც არ ერიდება არასოლიდურ შედარებებს. იგი წიგნს უძღვნის მამას, თავის პირველ გამოწვევას ხელოვნებაში და მეფეს, რომელიც აღარ არის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შიგადაშიგ წერს სოფელზე, ბოსტანზე, იდილიაზე, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. და თავს იმშვიდებს იმით, რომ როგორი უკუნიც არ უნდა იყოს სიბნელე, უკვე კარგია, რომ ეს ნათელია. და წაიღებს ტკივილს სიტყვები დაგნობს თავს და ბრუნდების ყვავილებით ხელში